ეს არის ბრძოლა ჩვენი არ ვიცოდი ყველა რა იყო ლიმფომა და დავგუგლე უნდა მოყვეს ვნახე რომ თავისი ისტორია იყო ხოდის გასამხნევებლად პირველი რეაქცია ყოველთვის არის შოკი. გაოგნებული ვიყავი. ვერ დავიჯერე თუ ეს ჩემთან ხდებოდა. ძალიან რთული მომენტი იყო. პირველი 15 წუთი ნამდვილად ჩემი სხეული გონება ტიროდა. ძალიან დავიბენი. რაც ვიცოდი რა უნდა მეკნა. გახსენებაც არ მინდა. მთელი დღე დავდიოდი ქალაქში მანქანით და ვტიროდი. ბევრი ვიტირე. მერე გავბრაზდი და დავიწყე ბრძოლა. ჩემი პირველი რეაქცია არ ვიცოდი რა იყო ლიმფომა და დავგუგლე ვნახე რომ სიმსივნე იყო და ვიფიქრე რომ რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყო მკურნალობა იმიტომ რომ გადავრჩა ამ გზაზე ყოფნა ალბათ ყველას გაუჭირდება, მაგრამ ნუ ალბათ უნდა მოვძებნოთ თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენ თავში ძალები და ამ განსაცდელს თვალი გაუსწოროთ. ეს ძალიან რთულია. რა თქმა უნდა, სალაპარაკოთ, მაგრამ შესაძლებელია, ვინაიდან ჩვენ ვართ ამის ნათელი მაგალითი. როდესაც ადამიანმა იცის, რას ებრძვის, ყველა გზას მონახავს, რომ გაიმარჯვოს. სიცოცხლისთვის ბრძოლაში ყველაზე მთავარია არ დანებდე, იმიტომ რომ ეს არ არის განაჩენი. გადავხედე ჩემ ცხოვრებას. ის ისე არ უნდა დამთავრებულიყო არანაირად. ამიტომ გადავწყვიტე მეცოცხლა. ამ რუბრიკი ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით და ვაფრთხილებთ. ეს იყო ერთ-ერთი ძიმე რთული გამოწვევა ჩემ ცხოვრებაში. მე დავამარცხე კიბო. ჩემი დიაგნოზის შემდეგ გასულია უკვე 13 წელი და ალბათ კიდევ 33 წელი და 53 წელიც გავა. რატომღაც ეგოიზმში გამოვიჭირე ჩემი თავი, რომ მიყვარდა სიცოცხლე ძალიან და ჩემი შვილები. საჯაროდ ამ თემაზე საუბარი რთულია, მაგრამ ამ გადაცემამ ყველას დააძლევინა ეს ბარიერი. ვიყავი 20 წლის და 20 წლის ასაკში არაფერი ღირებული არ მქონდა შექმნილი. და ვინაიდან ვთვლი, რომ ადამიანმა აუცილებლად უნდა შეცვალოს უკეთესობისკენ სამყარო, გადავწყვიტე, რომ მეცოცხლა მანამ სანამ მე ამას არ გავაკეთებდი. მე გვანცავარ 26 წლის, მქონდა ლიმფომა, გავრცელების მეოთხე სტადია, მე დავამარცხე კიბო.